ბიძინა ივანიშვილის მიერ აი დიქტატურის ეს ფაზა უკვე, როცა პოლიტიკური პარტიები უნდა აკრძალოს, რუსთაველი და პროტესტი უნდა აკრძალოს, ყველაფერი გააჩუმოს, მოასუფთავოს და შემდეგ შეიძლება ახალი არჩევნებიც კი დანიშნოს და იქ საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი მიიღოს თავის თავთან ბრძოლაში. რა ფაზაა ეს თქვენი აზრი და რა უნდა დაუპირისპიროთ თქვენ პოლიტიკურმა სპექტრმა? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე პირველ რიგში დავიწყებდი იმით, რომ ცალკე აღებული არ განვიხილავდი არც იმ ეგრეთ წოდებულ კანონებს, რომლებიც პროტესტის წინააღმდეგ არის ამ შემთხვევაში მიმართული და არც ამ პარტიების აკრძალვის შესახებ ამ ინიციატივას, რომელიც აქვთ. აქ დავაზუსტებდი, რომ ეს არ არის უბრალოდ პარტიების აკრძალვა, ეს არის ზოგადად პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა იმ ინდივიდებისთვის, იმ პირებისთვის, რომლებიც რეჟიმს თვალში უბრალოდ არ მოუვა და ეს შეიძლება დღეს ვიყო მე ან სხვა, მაგრამ ხვალ პირობითა თუ ამ შედეგამდე მივედით, აღმოჩნდეს კიდევ სხვა, რომელიც დღეს ფიქრობს, რომ მას ეს არ შეეხება და ამას რომ მივაბათ ის ჩანაწერები და ის ცვლილებები, რითიც ცდილობენ ზოგადად გამოხატვის თავისუფლების წართმევას და აკრძალვას ამ ქვეყანაში, ესეც რომ მივაბათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში საქართველოს ერთ რიგით მოქალაქეს და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ეკრძალება უბრალოდ მის პრობლემებზე საუბარი, მისი პრობლემების გადაჭრის გზების ზიება და ამის შეთავაზება ეკრძალებათ უკვე პოლიტიკურ აქტორებს და ამაზე პროტესტი და ამაზე გამოხატვის თავისუფლება, ხო? პოლიტიკა და წინააღმდეგობის მოძრაობა, ხო, სხვა არაფერია თუ არა ის, რომ ადამიანების, რა ვიცი, პრობლემებზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე აპელირება, ამაზე, ეს ვთქვათ, საუბარი და გადაჭრის გზების შეთავაზება, ხო, ერთგვარი სერვისი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. სინამდვილეში ეს იკრძალება და ამით საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან იმას, რომ ხო, თქვენ დარჩებით ყოველგვარი არჩევანის თავისუფლების გარეშე და დარჩებით მინიმუმ იმ ადამიანების და იმ მინიმუმ გამხმოვანებლების გარეშე, რომლებმაც შესაძლოა თქვენი პრობლემები დღის შუქზე გამოიტანონ და ამის შემდეგ უკვე თქვენც დაკარგავთ ამის უფლებას, იმიტომ რომ მაგალითად პირობითა დავიღოთ, თუ თქვენ საწვავის ფასი არ მოგეწონება და ჩვენ გვინახავს მსგავსი აქციები, ამშინარის აქციები საქართველოში და გზას გადაკეტავთ 15 დღით გაგიშვებთ ადმინისტრაციული პატიმრობით. ამიტომ თუ ვინმე თulis რომ ეს ეხება მხოლოდ იმ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომლის მინიმუმ პასიური მხარდამჭერები არიან ან აქტიურად არ უჭერენ მხარს ამ პროცესს, მათთანაც მივა სისტემის ეს რეპრესიული ხელი. ეს ერთი და მნიშვნელოვანი მეორე რა უნდა დაუპირისპიროთ ამ ყველაფერს, ხო? ჩვენ თუ შევხედავთ მაინც გარკვეულად იმ ვითარებას და იმ რეალობას, რა რეალობაში ვცხოვრობთ, ფაქტობრივად ამ ყველაფერს უბრალოდ დაკანონება სჭირდება ასე თუ ისე, იმიტომ რომ მაინც ამ რეალობაში გვიწევს ოპერირება, ხო? არ დარჩა ამ ქვეყანაში პოლიტიკური ორგანიზაცია, პროდასალური პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც რეალურ საშიშროებას და საფრთხეს წარმოადგენს რეჟიმისთვის, ცალკე აღებული თუ ერთად კოალიციურად ერთი პლატფორმით და ასე შემდეგ, რომლის მინიმუმ პოლიტიკური ლიდერი არ იყო ან არ იმყოფება დღეს საპატიმროში, ან მის წინააღმდეგ არ არის საქმე აღძრული. არ დარჩა პოლიტიკური ორგანიზაცია, პოლიტიკური გუნდი პროდასალური, რომელსაც არ მიაკითხა იმ ეგრეთ წოდებულმა ანტიკორუფციულმა სამსახურმა, რომელიც მხოლოდ იქცა ერთგვარ ნოტარიუსად იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნები დაადასტუროს პოლიტიკური პარტიების არასამთავრობო სექტორის მიმართ, ხო? ანუ სინამდვილეში რაღაცა ესეც თითქოს ერთგვარ ალტერნატიულ პროცესს ქმნიან ამიტომ პროცესს, რომელიც ძალიან სახიფათოა ზოგადად მოქალაქისთვის. სახიფათოა არა მხოლოდ პოლიტიკურად აქტიური ადამიანისთვის, არამედ მოქალაქისთვის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გვახსოვს, ხო, რუსული კანონით მიღწეული აკრძალვები, თავიდან ფიქრობდნენ ისინი, რომ მხოლოდ რაღაც გაყიდდა პროპაგანდა ისე, რომ თითქოს მხოლოდ შეეხებოდა რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციებს და ასე შემდეგ. სინამდვილეში ეს შეეხოთ მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც იყვნენ ამ ორგანიზაციების ბენეფიციარები. შეეხოთ საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის ნახეთ უკვე დახურული გაცვლითი პროგრამები, ხო? ასე გავრცელდება ყველა შემდგომი კანონი, იმიტომ რომ ყველაფერი მაინც რო გვახსოვდეს და რა ვიცოდეთ, ზოგადად კანონი რისთვისაა, ხო? კანონი არის იმისთვის, რომ ერთი ან დაიცვას მოქალაქე და მისი ცხოვრება გაუმჯობესოს, ან მოახდინოს რაღაცის პრევენცია, ხო? რაღაცის ჩამკეტი მექანიზმის შექმნას. ეს კანონები, რაც ბოლო წლებში მიიღეს, ეს ეგრეთ წოდებული კანონები, რომელიმე საქართველოს მოქალაქეს ამ კანონებმა ცხოვრების დონე გაუმჯობესა? ზოგადად ვითარება, ხო? ცხადია, ზოგადად ვითარება ამ ბოლო პერიოდმა განსაკუთრებით 26 ოქტომბრის და კიდევ უფრო განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდეგ დეკემბერში მიღებული ის ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო ჩანაწერებიც ამ ყველაფერმა ხო საბოლოო ჯამში არასამართლიანი გარემო შექმნა მინიმუმ ქვეყანაში და სადაც ზოგადად არ შეიძლება პოლიტიკური ორგანიზაცია, პოლიტიკური გუნდი, რომელიც გამსჭაულია ზიზღით, სიძულვილით, დაპირისპირებით, მე არ მჯერა რომ ქვეყანაში რაიმე პოზიტიურს შექმნის, რაიმე წარმატებას მოიტანს და ეს აბსოლუტურად ყველა სფეროზე გავრცელდება, ხო, იმიტომ რომ გამორიცხულია შენი მოქმედების ბირთვი და ცენტრალური, ეს ვთქვათ, ცენტრალური ხაზი იყო სიძულვილი და შურისძიება და შენ ამ დროს შექმნა რაღაც პოზიტიური
პარტიული თუნდაც იმ მესამე პირებისთვის ამ შემთხვევაში, მოდი ესე დავარქვათ, რომლებიც შეასრულა არ არიან ჩართულები ამ პროცესებში. ამიტომ ხო, სიძულვილი, ძიზღით, დაპირისპირებით გამსჭვალული ვერც ერთი გუნდი, ვერც ერთი ცალკე აღებული აქტორი ვერაფერს პოზიტიურს ამ ქვეყნის ვერც ერთ მოქალაქეს ვერ მოუტანს და ვერ დაუბრუნებს ბედნიერებისკენ სწრაფის უფლებას, რაც საბოლოო ჯამში არის ყველაფრის საფუძველი და ამაზე შენდება შემდეგ უკვე ყველაფერი. ხო, ეს არც არის ბიძინა ივანიშვილის მიზანი, ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი, მათ შორის პოლიტიკური პარტიების, ხო, ვისაც პოლიტიკურ ველს მთლიანად კრძალავს და მართლა პოლიტიკურ საქმიანობას კრძალავს ბიძინა ივანიშვილი. ხო, ვის უკრძალავს ვერ გაგაცემ, მე გივი მიქანძეს, რომელიც ის იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო იმ ცნობილი ციხის ბუნტის დროს, მათ შორის რითიც ერთ-ერთი ფაქტორი იყო მოვიდნენ ხელისუფლებაში პეკაო დიშარიას, რომელმაც 35,000 ლარი შესწირა, მათ შორის ციხის კადრების შემდეგ ქართულ ოცნებას, გია ვოლსკის, რომელიც იყო მინისტრის მოადგილე, გოგა ხაინდრაუს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო მინისტრი და ანზორ ბოლქვაძეს, რომელიც არ ვიცი ალბათ ჩვენს წელთაღრიცხვამდეც პარლამენტარი იყო, იმიტომ რომ ყველა მთავრობას ჩაეხუტა, მათ და მე ერთდროულად გვიგზავნებენ პოლიტიკურ საქმიანობას და ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, ხო, აი ძალიან მარტივად ესეც. მათ არ უკრძალავენ, თქვენ გიკრძალავთ. ეს არა, აი უბრალოდ თვალსაჩინო რო იყოს და ესეც მინდა ვთქვა, აი ხე ჩემი ლექტორი დათო ჯანდიერი, რომელიც არის ძალიან არ ვიცი, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორი, რომელსაც სრულ ხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებდა, ამავე დროს იყო სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში. აი ქართული ოცნების სამორჩეულმა რო იცოდეს. ამ кейსით და ამ საქმით ხო მოვიდნენ ხელისუფლებაში. ხო აპელირებდნენ სამართლიანობის აღდგენაზე. დღეს ადამიანი, რომელმაც ეს საქმე მოიგო სტრასბურგის სასამართლოში, დაბარებული იყო რამდენიმე დღის წინ გამოკითხვაზე მაგისტრ მოსამართლესთან, მას ჯერ პოსტივი მაუგორა რაღაც პროპაგანდისტული ნარატივები და შემდეგ ამ ნარატივებზე დაფუძნებით საკამოძიებო უწყებამ დაიბარა იმ სასამართლო სისტემაში, რომელსაც ის მოსამართლეები, ესე ვთქვათ, ხელმძღვანელობენ მურუსი და ჩინჩალაძე, რომელმაც სუსტად ის საქმე გააყალბეს მაშინ, რომელიც დათო ჯანდიერმა მოიგო სტრასბურგში და რითიც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. ამიტომ რომ ვიცოდეთ, სინამდვილეში ყველაფერი ემსახურება ერთ ძალაუფლების შენარჩუნებას და თქვენს ხარჯზე საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქის კეთილდღეობის, ბედნიერების, უსაფრთხოების და რეალური მშვიდობის ხარჯზე, ევროკავშირსა და ნატოზე უარის ხარჯზე, აი ამას ცვლის იმაში, რომ აქ ერთ ადამიანს კონდეს ჩაბეტონებული რუსული ტიპის ტოტალიტარული სისტემა და რა ვიცი, მივიღოთ რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, მას შემდეგ რაც სომხეთი და აზერბაიჯანიც კი ჩაეხსნენ რუსეთს და აგერ გუშინ ეგვიპტეში იყვნენ, ეგვიპტეში იყვნენ მშვიდობის სამიძე, სადაც ქართული ოცნება არ იყო მიწვეული და ერთადერთი სახელმწიფო დარჩეს რუსეთს უკანა ეზოდ ამ რეგიონში. და ეს მოიტანს მხოლოდ და მხოლოდ ციღარიბეს, მეტ დაპირისპირებას და რა ვიცი, თბილისს შეიძლება იქცეს კადიროვის ერთგვარ რაღაც თანამედროვე გროზნოდ, ხო, როგორადაც ის წარმოუდგენია. კი, ნამდვილად და ქართული ოცნების ამორჩეველი წესით მართლა ყველაზე შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს თავს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ტყუილს გეუბნებათ სინამდვილეში ის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ვისაც შემდეგ ან ნებით, ან რაღაცნაირი სხვა მეთოდებით მაინც ხმას აძლევთ ხოლმე და ბოლოს ნიკა აუცილებლად უნდა გკითხოთ 26 ოქტომბრის აქციაზე. ერთი წელი გადის იმ საპარლამენტო ოპერაციიდან, რომელიც მოქმედმა პრეზიდენტმა დაარქვა. აი ამ ერთმა წელმა რა გვაჩვენა, რა გვასწავლა და რისკენ გვიბიძგებს? ხო, აქ არის მე მგონი თქვენს პირველ კითხვაზე პასუხიც. რა უნდა იყოს ჩვენი პასუხი, როგორც პოლიტიკური პარტიების და ორგანიზაციების, ასევე სხვა ყველა აქტიური ადამიანის, რომელიც ჩართულია წინააღმდეგობის მოძრაობაში. მე აქამდეც ასე ვთვლიდი და დღესაც ასე მიმაჩნია, უბრალოდ შეგვიძლია ინტენსივობაზე ვისაუბროთ, ინტენსივობა გავზარდოთ და ასე შემდეგ. ჩვენ ყოველთვის უნდა ვაკეთოთ ის, რაც ყველაზე მეტად არ უნდა რეჟიმს და რაც ყველაზე მეტად აზიანეთ მათ. ანუ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პრინციპული თანმიმდევრული წინააღმდეგობა და უნდა უთხრათ უარი თანამშრომლობას. თანამშრომლობა და გავაგრძელოთ არ თანამშრომლობის პოლიტიკა. ამ შემთხვევაში თანამშრომლობას და არ თანამშრომლობაში მათ შორის გულისხმობ მსგავსი ტიპის შეკრებებს. ეს მათ შორის იქნება 26 პასუხი იმ ეგრეთ წოდებულ ახალ კანონებზე, რომლებიც სხვათა შორის იანუკოვიჩმა მიიღო მაიდნის დროს და ორ კვირაში მოუწია ამის უარყოფა და ერთ თვეში ქვეყნიდან გაქცევა. ამიტომ ამ ყველაფერში მათ შორის მისი ერთგვარი პოზიტიური მდგენელების დანახვა შეიძლება. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ყოველთვის ის, რაც მათ ყველაზე მეტად არ უნდათ. ეს არის ერთი შეთანხმება იმაზე, რომ პროტესტი და წინააღმდეგობა გრძელდება. მეორე ის, რომ სინამდვილეში ამ ტიპის ჩანაწერებს, ამ ტიპის გამკაცრებულ კანონებს იღებენ, იმიტომ რომ
რუსთაველმა და არა მარტო რუსთაველმა მათ ფასი დაუჯინა და ეს ფასი რო გაგვიზარდონ, იმიტომ რომ რეალურად მესამე რაც მე მნიშვნელოვანი მგონია, ისინი არიან ქვეყნის შიგნით მორალურ იზოლაციაში, გარეთ ვერ გამოდიან და აი ამის შეფუთვა უნდათ ამ რაღაც თითქოს პოლიტიკურ აქტორზე თავდასხვინ ესხმის ჯერზე თავს საკუთარი გაზრის გამოხატვა და პოლიტიკაში, საჯარო პოლიტიკაში მყოფმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ქუჩაში რო გავა ვიღაცან გააკრიტიკებს, ამ წავედ გავანძღავს, ან შეაქებს, ერთიც უნდა აიტანოს, მეორეც და მესამეც. ამის შეფუთვა და ამის დამალვა უნდათ და მეოთხე, აი ეუთოს თავმჯდომარე რო იყო ჩამოსული, კლასიკური ტიპის რუსული პროპაგანდა ჩვენ რაც ვნახეთ, ხო? 10 საათი ადრე ის იყო ეუთოს თავმჯდომარე და 10 საათში ის გახდა უბრალოდ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იმიტომ რომ მივიდა იქ სადაც დღეს თავისუფლებას იცავენ. სინამდვილეში თუ დღეს ჩვენ რამემ წარმატება მოგვიტანა ამ ერთ წელში იყო არაღიარება ყველა დონეზე, ეს იქნებოდა ეროვნულ, ადგილობრივ თუ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ეს 4 კომპონენტი და მეორე იყო ის ართანამშრომლობა და უწყვეტი წინააღმდეგობა, რაც გამოავლინეს პირველ პოლიტიკურმა სინდისის პატიმრებმა, რომლებსაც შეეძლოთ ერთი ხელის მოწერით თავისუფლება მოეპოვებინათ, ეღიარებინათ უბრალოდ ეგრეთ წოდებული დანაშაული და შემდეგ უკვე პოლიტიკურმა ლიდერებმაც ყველა ფარსში, რომელიც მოგვიწოდებს რომ ჩვენ გავხდეთ რეჟიმის ლეგვის ფოთლები, რომელიც მოგვიწოდებს იმისკენ რომ უბრალოდ ახალი სიცოცხლე შთავბეროთ, როგორც მაგალითისთვის მოხდა მიშელის შეთანხმების დროს, იმიტომ რომ მაშინ ამოისუნთქა რეჟიმმა, ყველა ასეთ პროცესს უნდა ეთქვას უარი და უნდა ვიპოვოთ შეხების წერტილები, მათ შორის შეხების წერტილები უნდა ვიპოვოთ იმ ადამიანებთან, რომლებზეც დღეს შეიძლება ვთვლიდეთ პოლიტიკურ ორგანიზაციებს გულისხმობა ამ შემთხვევაში და ეს მათზეა თავიდან ბოლომდე დამოკიდებული, რომლებიც თვლით რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა ითანამშრომლდეს რეჟიმთან, შესაძლოა ცოტა ხნით შეუქმნეს დემოკრატიულობის ფასადი, უნდა ვიცოდეთ, დგება რაღაც მხრივ ის მომენტი და ის მომენტუმი, რომ შესაძლოა მართლა ყველა ერთნაირში აღმოჩნდეთ და ამაზე პირველ რიგში მათ უნდა იფიქრონ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა.